ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მე პატარა ვარ და უკვე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. კლასში უკვე ყველას ვერევი. ყველაზე მეგობრული გარემოა, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველა ერთმანეთს ეხმარება და მხარს უჭერს. ძალიან სახალისო გარემოა. აქ ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. მშობლები ნერვიულობდნენ, რომ ჩემ მთელ დროს ვატარებდი კომპიუტერის ეკრანის წინ და სპორტზეც არ დავდიოდი. თუმცა როგორც კი გავიგე, რომ გოამ MMA-ის აკადემია შექმნა, დავფიქრებლად შევედი და ეს მართლაც ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. წყონის პრობლემა მქონდა და ვერ ვიკლევდი. ფიტნეს დარბაზში ვარჯიშიც მეზარებოდა, რადგან ტრენაჟერები მოსაწყენი იყო. MMA კი ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ისე გადის ხოლმე 2 საათი, რომ ვერც კი ხვდები. ძალიან ბევრ კალორიას ვწვავ და დიდ ენერგიას ვხარჯავ. 3 თვეში დავიკელი 15 კილო. თავს კი უფრო ჯანსაღად და ბედნიერად ვგრძნობ. თავიდან სხვაგან დავდიოდი MMA-ზე, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ჯგუფში ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით და მწვრთნელის მხოლოდ ერთი ყავდა. ამის გამო მწვრთნელი ვერ გაგცეოდა ყველა საკმარის ყურადღებას, ტექნიკებსაც არასწორად ვაკეთებდით და ძალიან დიდ პრობლემას იწვევდა ეს. მაგრამ გოაში ყავს 5 მწვრთნელი, ყველა მწვრთნელი სათითაოდ ყველა ბავშვს აქცევს ინდივიდუალურ ყურადღებას და ყველა ტექნიკასაც სწორად ვაკეთებინებ. ვარჯიშების გარეთ სულ კონტაქტი გვაქვს ტრენერებთან და ასევე მოსწავლეებთან. სულ გვიზიარებენ რამე საინტერესო ინფორმაციას ჩვენს ჩატებში. და სულ ცდილობენ რომ განვითარდეთ და არ დავკაროთ ჩვენი мотиваცია. აქამდე დავდიოდი ბოქსზე, მაგრამ ახლა MMA-ზე შემოვიდი და უფრო საინტერესოა, რადგან ყველაფერი შერეულია. მეგონა რომ ძლიერები ვიყავი, მაგრამ MMA-ზე როდესაც შემოვედი, მივხვდი რომ თურმე ძალას უცხო რამეში მდგომარეობს. ადრე ჯიმში დავდიოდი ფიტნეს დარბაზებში, მაგრამ მივხვდი რომ MMA სულ სხვა დონეა. კუნთებს მოქმედება ჭირდება. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ აქ მიღებული უნარები ცხოვრებაშიც გამომადგება. დიდი ან პატარიანად ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ერთი დიდი საძმოა რა. მაგარი მიზანდასახული გუნდებიც მყავს. ვცდილობთ ერთმანეთში ჯანსაღი კონკურენცია გქონდეს და რა თქმა უნდა მუდმივად ვითარდებით. აქ არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები, გონებასაც ვითარებთ. MMA მასწავლა როგორ უნდა ვიყო უფრო დისციპლინირებული და თავდაჯერებული. დარბაზიც საუკეთესოა. ძალიან მოწესრიგებული დარბაზია. ადრე 1 კილოს დავდიოდი და ისეთი მინძური იყო, ვერ ვარჯიშობდი. აი მან კარებს რო გახვალთ, მან არის GFC არენა. მან ტარდება ვაფშე ყველა ჩემპიონატები საქართველოში. თავიდან რომ შემოვიდი, ვიფიქრე უბრალოდ ვწდიდი მეთქი, მაგრამ ეხლა ცხოვრება არ წარმომიდგენია MMA-ის და ვარჯიშის გარეშე. ქუჩაში ადრე მარტო სიარული სულ მეშინოდა ხოლმე. ვინმე არ გადამეყრეს თავს, მაგრამ ეხლა MMA-ზე რო დავდივარ, არავისი არ მეშინია. ვიცი რომ თუ რამეა, თავს დავიცავ. ჩვენ ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და ერთი დიდი გუნდი ვართ. აქამდე ადრე დაძინება მიჭირდა. ხოლო ეხლა კი როგორც კი დავწვევი, მაშინვე მეძინება. MMA ყველაზე საინტერესო სპორტი არის, სადაც მევლია. აქამდე ბევრ სპორტთან მქონია შეხება, მაგრამ MMA მაინც სულ სხვა დონე არის. ნეტა აქამდე ცნობილ და MMA-ის შესახებ დროსაც არ დავკარგავდი ქუჩად. პირველად რომ მოვედი ვარჯიშს, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ აქ შემასწავლეს ჭიდაობა, დარტყმები და გრეპლინგი. ძალიან მაგარი ყოფილა MMA. ჩემ შევლებს თავიდან ეგონათ რომ ზვირი იყო. მერე მოვედით პირველ უფასო ვარჯიშზე და ყველა ძალიან თბილად დაგვი. ბევრი რამე ვისწავლე იმ დღეს. რა თქმა უნდა, მშობელის დარწმუნდა, რომ აქ ვარჯიში ღირს. ვარკეთილიდან სარაჯიშვილზე სიარული არ მეზარება, რადგან აქ ძალიან მაგარი გარემოა და ძალიან მაგრად ასწავლიან. ვინც ფიქრობთ, ღირს თუ არა აქ ვარჯიშის დაწყება, მოდით გაკვეთილზე და ნახავთ თუ რა საოცრებები ხდება აქ, თან პირველი გაკვეთილი უფასოა.